მოგესალმებით. ახლა გავაკეთებ საჯარო გაშლას თქვენთვის შეკითხვაზე თუ ვინ მოდის თქვენს პარტნიორულ ურთიერთობაში ახალი პიროვნება თუ ყოფილი. ჩემ აზრით ყოფილებს არავინ არ უნდა ვურიგდებოდეთ, ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად არ ვურიგდები ხო? და არც არის სწორი ყოფილებთან შერიგება, მაგრამ ნახოთ ახლა ეს თქვენი ცხოვრება, თქვენი არჩევანია. ვნახოთ, ვინ მოდის თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებში, ყოფილი თუ ვინმე ახალი. რამდენი ვარიანტი მინდა რომ მქონდეს? მოდი იყოს 4 ვარიანტი. ასე გადავწყვეტე. ვინ მოდის თქვენს ცხოვრებაში? პირველი ვარიანტი. ვინ მოდის მეორე ვარიანტთან? მესამე ვარიანტთან და მეოთხე ვარიანტთან. ხომ ჩანს? ფიქრობ რომ კი. მაინც დავწე. აი ეს. პირველი ვარიანტისთვის იყოს ეს არის უდაბნოს ვარდი, ესე ქვია. ამინერალს. მეორე ვარიანტისთვის იყოს აი ეს პაწაწინა ლაბრადორიტი. მესამე ვარიანტისთვის იყოს აი ეს ჟადეიტი. და მეოთხე ვარიანტისთვის იყოს ამაზონიტი. აირჩიეთ ვარიანტები პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე. კარგი, ვფიქრობ რომ უკვე გააკეთებთ თქვენს არჩევანს და დავიწყოთ. პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ? ვინ მოდის თქვენთან? მოდი დავიწყოთ იქიდან პირველი ვარიანტი, რომ ვინც არ უნდა მოდიოდეს, ძალიან აბრკოლებს თქვენ ცხოვრებაში ახალი პარტნიორის შემოსვლას თქვენი ყოფილი პარტნიორი. და რას უგულისხმობ? თქვენ ჯერ კიდევ თქვენი ენერგიით კვებავთ თქვენს ყოფილ პარტნიორს. თქვენ აზიარებთ თქვენს სასოცხლო ენერგიას მასთან. თქვენ ჯერ არ დაგისრულებიათ ემოციურად და ენერგეტიკულად თქვენი კავშირი თქვენს ყოფილ პარტნიორთან. და ამ გარემოებების გათვალისწინებით მინდა გითხრათ, რომ ცოტა არ იყოს შეიძლება გაგიჭირდეთ სხვა პარტნიორის მოზიდვა თქვენს ცხოვრებაში. თუმცა ნამდვილად ვხედავ, რომ აქ არის ადამიანი, ვინც ინტერესდება თქვენით, ვინც ხედავს თქვენში გარკვეულ რესურსს, პოტენციალს, თქვენს პიროვნულ ისეთ მხარებს და ისეთ მახასიათებლებს, რაც მისთვის ძვირფასია, რაც მისთვის დასაფასებელია. და რაღაცნაირად ხასიათებითაც მგონია, რომ ერთმანეთს ძალიან შეიძლება რომ ჰგავდეთ. მაგრამ საქმე იმაში, რომ თქვენ ამ ადამიანს ვერ ამჩნევთ. არადა ეს ადამიანი თქვენთან არის. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ერთმანეთს უნდა იცნობდეთ. არ გამოვრიცხავ იმას, რომ შესაძლებელია ამ ადამიანს თქვენს როგორ გითხრა, წარსულშიც იცნობდით. და აი ახლა აქ უფრო პირველ ვარიანტში, როგორი ვარიანტია იცი, აი ურთიერთობა რო დასრულებულია და ადამიანი რო გლოვაშია და თავის ემოციებში რო ჩატრიალებული. აი რაღაცა ესეთი ვარიანტი მიყურებს ახლა აქ. წესით. თუ თვლით რომ ეს თქვენი გაშლა არ არის და თუ არ ხართ ამ მდგომარეობაში, სხვა ვარიანტი ჩაიფიქრეთ, ან არა და უბრალოდ სხვა ვიდეოს უყურეთ, შეიძლება საერთოდ არ იყოს თქვენთან, ასე ვთქვათ, სინქრონში ეს საჯარო გაშლა, იმიტომ რომ პირველი ვარიანტი არის იმდენად სპეციფიური, რომ ვფიქრობ, რომ ბევრთან ეს ვარიანტი არ იქნება. მოდი კიდე მინდა ვიკითხო. ანუ თქვენთან ხმლების მეფე, პენტაკლების მეფე, 9 კვერთხი. აქ სავარაუდოდ ვის ვეხებით და ვიზია საუბარი, ვიღაცა ასაკით უფროსი, საკმაოდ ტრადიციული, საკმაოდ რელიგიური შეიძლება.
ძალიან ესეთი მკაცრი, ხისტი ხასიათის ადამიანი, რომელიც თითქოს არასოდეს არ ისმენდა თქვენ რა გინდოდათ, თქვენ რა მიზანი გქონდათ, რა მისვა პირიქით, ანუ თქვენ უნდა შეგეწყოთ ხასიათი, თქვენ უნდა აყოლოდით მის ცხოვრების ტემპს, თქვენ უნდა გამოგესწორებინათ მისი განწყობაც, აი ადამიანი აბსოლუტური ეგოცენტრიკი, აბსოლუტურად ეგოისტი, რომელიც აბსოლუტურად დარწმუნებული იყო თავის თავში, თავის მიზნებში, ცხოვრებაში, გეგმებში და თქვენი ყოველთვის იყავით მისთვის მეორე ხარისხოვანი. აი რაღაცა როგორ გითხრათ, აი ძალიან პატრიარქალური იდეოლოგიის მქონე ადამიანი რა, რომ აი თითქოს მარტო იმიტომ, რომ ის კაცია, ყველაფერი მის გარშემო უნდა დატრიალებულიყო. თქვენ უნდა შეგეთანხმებინათ თქვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება მასთან. თქვენ მის გარეშე არსად არ უნდა წასულიყავით, არაფერი ისეთი არ უნდა. მოკლედ რა, აი რაღაც ძალიან უსიამოვნო ის არის ახლა რა. ახლა მე საერთოდ როგორ უძლებდით ამ ადამიანს? ნუ ფაქტია, რომ ამ ადამიანს ჯერ კიდევ ენერგეტიკულად კვებავთ. რას ნიშნავს ახლა ეს ენერგეტიკული გამოკვება? თუნდაც ის ფაქტი, რომ ფიქრობთ, თუნდაც ის ფაქტი, რომ გახსენდებათ, თუნდაც ის ფაქტი, რომ ყოველ თქვენს პარტნიორს ადარებთ თქვენს ყოფილს. რომ აბა ეს ახალი რო გამოჩნდა, ისეთივეა, როგორც ის პირველი? პირველია თუ რა ვიცი, ხოლმე რამდენიც იყო. ნუ არა ვიცი, ხა აი ამ ადამიანთან დაასრულეთ ძალიან დიდი კრახით ურთიერთობა. თვითონ მოიქცა ისე როგორც მისთვის იქნებოდა კარგი, ისე როგორც მას ბედნიერად აგრძნობინებდა თავის თავს და საერთოდ არ გაგითვალისწინათ რეალურად. მე ვფიქრობ, რომ აქ ამ ვარიანტში ადამიანი საერთოდ თავის ცხოვრებით წავიდა, ისე რომ თქვენ არც კი გამოუხედავს, თქვენ როგორ დაგტოვათ რა მდგომარეობაში. ამ ადამიანს არ უყვარდით. აი გეუბნებით პირდაპირ, შეიძლება იყოს ძალიან მწარე ამის მოსმენა, მაგრამ არ უყვარდით. იმიტომ ვამბობ, რომ ვინც გიყვარს, ასე არ მოექცევი. ასე არ ექცევიან იმ ადამიანს, ვინც უყვართ. ძალიან დიდი ბოდიში. ხო, ეს რაღაცა პირველი ვარიანტი ძალიან მომიწია, რომ ჩავყოლოდი და ეს უშუალოდ თქვენს ყოფილს რო ეხება გავიგეთ, მაგრამ სამომავლოდ, როცა თქვენ თავზე იმუშავებთ, იმიტომ რომ თქვენ გჭირდებათ, რომ ეს ადამიანი გაუშვათ. აი სხვათა შორის, აი პირველ ვარიანტში შემიძლია ეს რაღაცა ვურჩიო. მოდი გააკეთეთ ესეთი ტექნიკა, წერილი დაწერეთ, რომელიც არასდროს არ მივა ადრესატთან. ანუ ეს თქვენი ყოფილი პარტნიორი, ну პირობითად, ну რაც ქვია, ხო? დაარქვით რაღაც სახელი. აიღეთ ესეთი წერილი, რომელსაც ვითომ ამ ადამიანს უგზავნით, ჩამოწერეთ ფურცელზე. თქვენი, ასე ვთქვათ, მოლოდინი, აი ურთიერთობის დასაწყისში, ვთქვათ, როგორ დაიწყეთ, რა მოლოდინები გქონდათ, თავს როგორ გრძნობთ ახლა ამ წუთას ამ მომენტში, მასთან მიმართებაში თუ გაქვთ რაიმე სათქმელი და ისევ თქვენი თვითრეფლექსია გააკეთეთ და რას უგულისხმობ, რომ აი საბოლოოდ შეაჯამეთ დასკვნის სახით, რომ გავიგე, რაც იყო, როგორც იყო, მაგრამ მზად ვარ გაგიშვა ჩემი ცხოვრებიდან, მზად ვარ ასე ვთქვათ, განგათავისუფლო შენც, გავთავისუფლდე მეც, გპატიობ, შენც მაპატიე. თუ აი რა ვიცი, თქვენი სიტყვებით, ხო? უბრალოდ გაუშვით ეს ადამიანი, გაუშვით, იმიტომ ეს ადამიანი თქვენი აღარ არის. არც თქვენ აღარ ხართ მისი და დრო არის, რომ გადაერთოთ სხვაზე. ხო და მოკლედ ეს წერილი შეგიძლიათ გააკეთოთ, დაწეროთ. რა თქმა უნდა, მას არ გაუგზავნით და უბრალოდ შეგიძლიათ შემდგომ დაწვათ ეს წერილი, მაგალითად, ან ხის ქვეშ ჩავფლათ, ან დაჭრათ, დახიოთ. მოკლედ მთავარია, რომ ეს ამ წერილში გადმოიტანოთ თქვენი ემოციები. ეს შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეულიც, ეს შეიძლება იყოს პირიქით სასიამოვნოც, იმიტომ რომ გაუშვებთ, ხო, ის რაც გამძიმებთ ემოციურად, მაგრამ ნუ ახლა ძალიან აღარ ჩავყვები ამ ამბავს, იმიტომ რომ მთლიანად მიედეთ თქვენს ინტუიციას, პირველ ვარიანტს მიმართავ.
აი, დაემშვიდობეთ რა გთხოვთ. რატო იტანჯოთ თავს? რატო ისჯით თავებს? ხო და ვიკითხოთ ახლა თქვენთან პირველი ვარიანტია, აი ამ ყველაფერს რომ გააკეთებთ და რომ განთავისუფლდებით ემოციურად, რომ განიკურნებით ემოციურად, შემდგომ როგორი პარტნიორი შემოვა თქვენს ცხოვრებაში? ხო, რა გინდათ? აი რატო ართულებთ თქვენს ცხოვრებას? როგორი პარტნიორი შემოვა მომავალში შემდგომ, ხო? ძალიან მხიარული, ძალიან კომუნიკაბელური, ლაღი, მეგობრული, სოციალური, საკმაოდ რომანტიულიც, მგრძნობიარეც, ემოციურიც, ის ვისთანაც თავს ემოციურად უსაფრთხოდ იგრძნობთ, ის ვინც ემოციურ კომფორტს მოგანიჭებთ, ის ვინც აი მართლა ვისთანაც ნულიდან დაიწყებთ ურთიერთობას, ანუ შეიძლება იყოს თუნდაც ძველი ნაცნობი, მაგრამ აი ურთიერთობაში ისეთი ენერგიით და ისეთი დრაივით შემოვა, რომ აი всё, აი საერთოდ არ აინტერესებს რა ხდებოდა თუნდაც თქვენს წარსულში. ანუ იმიტომ კი არა რომ როგორ გითხრათ, ფეხებზე კი არ გიკიდებთ, უბრალოდ ანუ არ ჩაგეძიებათ და არ დაიწყებთ თქვენ წარსულში უხეშად ჩარევას და ქექვას და ასე შემდეგ რა. ანუ ძალიან ლაღი, აბსოლუტურად განსხვავებული იმისგან, ვინც თქვენ წარსულში გყავდათ. პირველი ვარიანტი გაანებეთ იმ ვიღაცა ტიპს თავი, საერთოდ თავი დაანებეთ, უბრალოდ მოიშორეთ და თქვენ თავს მიეცით იმის უფლება, რომ იყოთ ბედნიერები, თქვენ იმსახურებთ ბედნიერებას, დაიჯერეთ ეს და ხალხო აგერ მზე, აგერ თასების პაჟი, აგერ ეს სულელი შემოდის ძალიან ადეკვატური, ძალიან ჯანსაღი ადამიანი, რომელიც თქვენს ფსიქიკაზე, თქვენს ემოციებზე, თქვენ ცხოვრებაზე დადებით გავლენას მოახდენს. ნუ მაბრაზებთ ახლა და ნუ მანერვიულებთ. ახლა უნდა დაგემშვიდობოთ და მიცოდეთ აი ამ გაშლას რო უყურებთ, რამდენიმე თვის მერე დამიკომენტაროთ, რომ აი ეს ადამიანი უკვე გამოვიდა, რომ თქვენ განიკურნეთ და შემოვიდა ის ჯანსაღი ურთიერთობა, რასაც იმსახურებთ. ახლა გადავალ მეორე ვარიანტთან. ჩემო ძვირფასებო, მოვედი თქვენთანაც, ვინც ლაბრადორიტი ჩაიფიქრეთ, რატო არ ასწორებს ფოკუსს? კაი. ვინ მოდის თქვენთან? ხო, სხვათა შორის ამ მეორე ვარიანტში მე ვფიქრობ, რომ თქვენ ცხოვრებაში არსებობს ვიღაცა ესეთი თაყვანისმცემელი, რომელიც მუდმივად არის თქვენ ცხოვრებაში, რომელიც მუდმივად ცდილობს თქვენს შენარჩუნებას, არ უნდა რომ ხელიდან გაგიშვათ, მაგრამ თქვენ თითქოს არ აქცევთ მას ყურადღებას. თითქოს არ გაინტერესებთ, არც უყურებთ, არც იმჩნევთ, რომ ადამიანი თქვენს გარშემო ტრიალებს. კარგი, მოდი აბა დავიწყოთ. ვინ შემოდის მეორე ვარიანტის პირად ცხოვრებაში? ახალი ადამიანი, კი ბატონო. ნამდვილად ახალი ადამიანი, რომელიც შემოდის ემოციებისთვის, გრძნობებისთვის, იმისთვის, რომ რაღაცა საერთო მოგონებები დააგროვოთ, იმისთვის, რომ აწყოთ ჯანსაღი ურთიერთობა, ხა რომ პირდაპირ ქორწინებაზე ლაპარაკით, ნამდვილად არ შემოვარდება ეს ადამიანი, რატო უნდა მოხდეს ეგრე ისედაც, ხო? ყველა ურთიერთობას აქვს თავისი ეტაპები გასავლელი და ნუ ადამიანი მოდის მზად იმისთვის, რომ შემოგთავაზოთ ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობა, უბრალოდ თქვენ უნდა მიიღოთ ეს ადამიანი. ეს არის ახალი ადამიანი, ვისაც თქვენ არ იცნობთ, მაგრამ ამ ახლის გარდა არის კიდევ ვიღაც, ვინც მაქსიმალურად ცდილობს, რომ აი როგორღაც თქვენი ყურადღება მიიპყროს და დაიმსახუროს, მაგრამ თქვენ მას რატომღაც საერთოდ არ იმჩნევთ, რომ არსებობს. ახლა გადავალ მესამე ვარიანტზე, ვინც ჩაიფიქრეთ აი ეს ოლამეზობა. თქვენთან ვინ მოდის? თქვენთან მოდის ძალიან ჭკვიანი, განათლებული ადამიანი, რომლისთვისაც სულიერება ძალიან მნიშვნელოვანია. მინიმუმ, ყველაზე მინიმუმ რელიგიური ადამიანია და მაქსიმუმ არის ამ სულიერებით და ეზოთერიკით დაინტერესებული.
ადამიანი, რომელიც ცხოვრობს რაღაცა იდეოლოგიით, რაღაცა სწავლებით, ხო? აი, სხვადასხვა სწავლებები არსებობს, თუნდაც ქრისტიანული, თუნდაც ბუდისტური, თუნდაც რაღაცა ეს ისლამი ხო არსებობს. ну, ადამიანი რაღაცა აი ცოდნას ფლობს და არა მარტო ფლობს, არამედ შეიძლება თავის ცოდნასა და გამოცდილებას სხვა ადამიანებსაც უზიარებდეს, ხო? საინტერესოა. აბა გავაგრძელოთ, ვინ მოდის თქვენთან, მესამე ვარიანტი. სხვათა შორის მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს თქვენი ძველი ნაცნობი ადამიანი, რომელსაც წარსულში იცნობდით უკვე. ну, ეხლა შეიძლება ძალიან ესეთი მყარი და სტაბილური ურთიერთობა არ გქონოდათ, მაგრამ ვიღაცა, ვისაც თქვენ უკვე იცნობთ, ვიღაცა არის ის, ვინც თქვენს წარსულში არსებთ და მე მგონია, რომ საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობაც უნდა გქონდეთ, საკმაოდ ესეთი საინტერესო და მრავალმხრივი დიალოგებიც უნდა ყოფილიყო თავის დროზევე თქვენს ცხოვრებაში. ან თქვენ ორის ურთიერთობაში უფრო სწორედ, ეს მინდოდა რომ მეთქვა. და კი ბატონო, ადამიანი მოდის ძალიან დიდი ენერგიით, ენთუზიაზმით, мотивაციით. ნამდვილად, მესამე ვარიანტში ძალიან საინტერესო პიროვნება გიჩნდ ნამდვილად. ლაიქები, კომენტარები არ დაგავიწყდეთ. ახლა გადავალ მეოთხე ვარიანტზე. ვინც ჩაიფიქრეთ, აი ეს სილამაზე. ვიდეოში არასოდეს არ ჩანს ამ ქვების სილამაზე და სულ მწყინს ეგ. თქვენთან ვინ მოდის? ადამიანი, ვისთანაც უკვე დაასრულეთ ურთიერთობა. მაგრამ თვითონ რო არ გიშვებთ, თვითონ რო არ გეშვებათ, ეს არის თქვენი ყოფილი, მოდი პირდაპირ ესე გეტყვით. აი თქვენ რო აღარ გინდათ, აღარ გაინტერესებთ, მაგრამ ну, აი მისთვის რო ჯერ კიდევ ესეც სასურველი ხართ და კი ბატონო, თქვენ მას იცნობთ ცალსახად. კი ბატონო, მაგრამ ეხლა გაქვს დასრულებული ურთიერთობა, მაგრამ შემოდის ბევრად უფრო დადინჯებული, უფრო დამშვიდებული, უფრო დაწყნარებული, თითქოს შეიძლება რომ იფიქროთ კიდეც რომ როგორ შეცვლილა ეს, ხო? ანუ აქამდე თუ რაღაცა ძალიან თავქარიანი, ძალიან ესეთი იმპულსური იყო და რაღაცა ცოტა დაუფიქრებულადაც დგავდა რაღაც ნაბიჯებს, თუნდაც თქვენთან ან თუნდაც ცხოვრებაში. აი არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ვარიანტში მომდის როგორი ენერგეტიკა იცით, ადამიანები რო საკუთარ სიცოცხლეს რო არ უფრთხილდებიან და აი რაღაცა ეს ადრენალინი რო უყვართ, შეიძლება აი რაღაცა მოტოციკლეტები უყვარდეს, სწრაფი მანქანები უყვარდეს, შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით თვითონ იყოს აი რაღაცა ესეთ აი მანქანები აი არ არის ვერ ვარქმევ სახელს ხო აი შეიძლება თვითონ უყვარდეს ან აი შეჯიბრებებში იღებდეს მონაწილეობას ხო აი უშუალოდ აი სისწრაფე გასწრება აი არ ვიცი აი ძალიან მოდის ეს ენერგეტიკა და უშუალოდ აი მანქანების ხმა თუ მოტოციკლეტების აი სწრაფად რომ მიდიან ну მოკლედ აი ადამიანი შეიძლება აი რაღაც ეგეთი ცხოვრების წესით ცხოვრობდა ან შეიძლება ეხაც ცხოვრობს და აი ურთიერთობებშიც ესეთი იყო უცებ შემოვარდებოდა იმას იტყოდა ამას გააკეთებდა აი რაღაც აი ესეთი ქაოსური რაღაცა ენერგეტიკის ადამიანი მაგრამ აი ეხა თითქოს გაზრდილია თითქოს დადინჯებულია, უფრო დამშვიდებულია, დაწყნარებულია და უფრო მეტად ჩამოყალიბებული, რა უნდა, რისი შემოთავაზება შეუძლია და რაღაცნაირად მგონია, რომ დაგანახებთ იმას, რომ ის შეიცვალა. შეიცვალა არა, უფრო სწორედ, გაიზარდა ადამიანი. აი ესეთი შთაბეჭდილება მრჩება მე. კი ბატონო. მაგრამ ეს რაღაცა მოტოციკლეტები, მანქანები, აი ძალიან მოდის. არ შეიძლება საქმიანობა გქონდეს რაიმე ისეთი, რაც აი ამ არ ვიცი, მან ყიდის ამ მანქანებს თუ არ ვიცი, აი ძალიან მოდის ეს მანქანები, მოტოციკლეტები, სისწრაფი სიყვარული, ადრენალინი. ну, დააკვირდით აბა ვინ მოვა თქვენს ცხოვრებაში. მე კი გელოდებით კომენტარებში ჩემო ძვირფასებო, ჩემო ლამაზებო და ყოჩაღებო. ეხლა დაგემშვიდობებით და შეგახსენებთ, რომ პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის ნომერზე 511 14 91 78
მიკავშირდებით და შემდგომ ერთად გადავწყვეტ ჩავნიშნავთ თარიღს ისეთ დროს, რომ თქვენთვისაც მოსახერხებელი იყოს და ჩემთვისაც. ეხლა გემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ ნახვამდის.